საფრთხე არსად გამქრალა და ქართული ოცნება მეტ სიფრთხილეს აუცილებლად მიიჩნევს. ხელისუფლების ეს პოზიცია გარე პოლიტიკური აქტორებისთვის გადაულახავი ბარიერია, ამიტომ ხსოვს ოპოზიციაზე დებენ. პოლიტიკოსებზე, რომლებიც არც გეოპოლიტიკურ კონტექსტს და არც ეროვნულ ამოცანებს არ ითვალისწინებენ. სოფო ბერიძე გვერდება პირდაპირ ეთერში. ქართული ოცნება ამბობს, რომ კონკრეტული ევრობიუროკრატები ოფიციალურ თბილისს საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვის გამო უპირისპირდებიან. ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსი ახლა მიზნის მიღწევისთვის საფუძვლის მოძებნას ბოლო ხერხებით ცდილობს. ხელისუფლება ეგრეთ წოდებულ დესტაბილიზაციის ქსელს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნაში ადანაშაულებს და საზოგადოებას მოუწოდებს არ აჰყვეს პროვოკაციებს. საფრთხე, რომელიც არსად წასულა. ქართული ოცნება ევრობიუროკრატების ნაწილის მხრიდან საქართველოს ომში ჩართვის სურვილს ისევ ხედავს და ხედავს იმასაც, რომ ახლა ბრიუსელი მიზნის მისაღწევად საფუძვლის მოძებნას ცდილობს. ამის სულ ბოლო დასტური სახელისუფლებო ძალისთვის კაია კალასის წერილია. მართველი პარტია ამბობს, რომ ხელისუფლებას შეცდომის დაშვების უფლება არ აქვს. სხვა შემთხვევაში მათი განცხადებით საქართველო ევროპის კონტინენტზე მიმდინარე ომის ნაწილი გახდება. ხომ ხედავთ, რომ დღე არ გათენდება რაღაცა კონფლიქტი ხელახლა არ წამოიწყონ და როდესაც გონია რომ ყველაფერი დალაგდა, თურმე არც ისე დალაგებული ყოფილა როგორც გონია. ახლა ერთი პატარა შეცდომის დაშვება და ჩვენი ომის ქარცერში აღმოჩენა არის ერთ-ერთი იგი. ჩვენ ვეღაცა თავქარიანების ნარატივებით ვერავაგებთ ჩვენ საგარეო ურთიერთობებს. ჩვენ მოწყვლადი ქვეყანა ვართ, მცირერიცხოვანი ქვეყანა ვართ. ტერიტორიულად და გეოგრაფიულად სადვიმყოფებით ამასაც ვაცნობიერებთ. ამიტომ დგავთ ამ შვიდობის ნაბიჯებს. იქიდან გამომდინარე, რომ ეს ომი კიდევ იწელება და არავის იმისი პროგნოზი არ შეუძლია თუ როდის შეიძლება დასრულდეს ეს ომი. რა თქმა უნდა, ის ინტერესი, რა ინტერესი საქართველოს მიმართ არსებობდა, ეს ინტერესი არსად არ გამქრალა და პირიქით. შესაბამისად, ევრობიუროკრატები ცდილობენ, რომ ამ შემთხვევაში უკვე ვიზა ლიბერალიზაციის შანტაჟის მექანიზმად გამოყენებით, რომ მეტი აჟიოტაჟი შემოიტანოს საზოგადოებაში, რაღაცა ქაოტური ფონი შექმნა, რომ იქნებ დაძაბულობა იქამდე მივიდეს, რომ რაღაცა რევოლუცია მოხდეს ჩვენს ქვეყანაში. ოპოზიცია არც ქართული ოცნების სიფრთხილეს იზიარებს და ვერც მოსალოდნელ საფრთხეს ხედავს. მართველი პარტიის ოპონენტებისთვის მარტივია ვიზა ლიბერალიზაციის ბედის სრულად ხელისუფლებაზე გადაბრალება. თუკი ვინმე არ არის არაფერ შუაში ევროკავშირთან არის ქართული ოცნება. ძალიან მარტივად დგას საკითხი, თუკი ქართული ოცნება არ მართავს საქართველოს ხელისუფლებას, ჩვენი გზა ევროპისკენ არის ხსნილი. ოპოზიციის ამ ხილებამდეც ქართულმა ოცნებამ უკვე თქვა, რომ ევრობიუროკრატების ნაწილს საქართველოში ხელისუფლების ცვლილება უნდა, რადგან მათივე განცხადებით 3 წელია ვერავინ შეძლო ოფიციალური თბილისი მეორე ფრონტის გახსნაზე დაეთანხმებინა. ამიტომაც ფსონი ოპოზიციაზე იდება. მართველი პარტია დარწმუნებულია, რომ ოპონენტები ანტისახელმწიფოებრივ ნაბიჯზე წასვლას უსიტყვოდ დათანხმდებიან. ფიქრობენ, რომ ქართული საზოგადოება ამ შემთხვევაში ძალადობრივად თუ არაძალადობრივად უარს ეთქვის ქართული ოცნების გუნდს, რომელსაც მთავარი არის და უმნიშვნელოვანესია, რომ ქვეყანა იდგეს მყარად ორ ფეხზე. ამ ყველაფრის ფონზე შემდეგ ცდილობენ, რომ რადგანაც ხელისუფლება შეიძლება, ვინ მოდის საპირისპირო მხარეს, ვინ და ის კოლექტიური აგენტურა, კოლექტიური ნაცმოძრაობა, რომელიც ხმის დაკბულზე მშვენივრად იცეკვებს. ეს არის ერთი დიდი ცდელობა იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ შეთქმულება მოეწყოს. თითოეული გადადგმული მათი ნაბიჯი განსაკუთრებით 2022 წლის შემდეგ მიმართული იყო კიდევ და კიდევ ერთი მიზნისთვის, თავის აგენტურულ ქსელზე დაყრდნობით აქ ეთნიკურად ქართველებზე, თავიანთი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და ხელმძღვანელების მეშვეობით აქ, რომ შეექმნათ საზოგადოებაში ის ცრუახმა და ილუზია, რომ მაქსიმალურად აქ გაცხელებულიყო პოლიტიკური ტემპერატურა და მოსულიყო ხელისუფლებაში ის მონური და ვასალური და ყოლმოჭრილი, ესე ვთქვათ, მონათა გაერთიანება, რომელიც ურმოჭრილად ზედმეტი კითხვის გარეშე ჩართავდა ჩვენ ქვეყანას იმ ცეცხლში და იმ უბედურებაში, რასაც ვხედავთ უკვე 2022 წლის შემდეგ. ბოლომოვლენების გათვალისწინებით ქვეყნის წინაშე არსებულ საფრთხეებზე საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ გასული კვირის ბოლოს მიაწოდა. ხელისუფლების თქმით, ახლა მთავარია საზოგადოება არ აჰყვეს ევრობიუროკრატების პროვოკაციებს და არ გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომელიც საქართველოს განადგურების წინაპირობა იქნება.